მონაცემები როგორც მოვისმინეთ ასახავს მდგომარეობას ნოემბრის ჩათვლით, როცა ქვეყანაში და ეკონომიკაში ვითარება სტაბილური იყო, თუმცა მდგომარეობა მკვეთრად გაუარეს და დეკემბერში ეს არის რეალურად პერიოდი, რომელიც ყველაზე მეტად დატვირთულია. მოქალაქეების დიდი ნაწილი მნიშვნელოვან შენაძენებს სწორედ საახალწლო დაკეთებენ, რასაც თავის მხრივ კომპანიების მხრიდან სხვადასხვა ტიპის შეთავაზებები განაპირობებს ხოლმე. წლევანდელი წელი ინდუსტრიისთვის ცუდი გამონაკლისი აღმოჩნდა. პირველად ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესი საუბრობს რყევებზე, პროექტების გაჩერებაზე და მეტიც მცირე კომპანიების ნაწილში გაკოტრების ფაქტებზეც კი. რეალურ სივრცეში რა ასახვაჰპოვა მიმდინარე პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და როგორია 2025 წლის მოლოდინები ამ თემაზე სასაუბროთ ახლა ნატო ბოჭორიშვილთან უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს, რომელიც ჩვენი მომდევნო სტუმარია. დღემშვიდობისა ნატო, მადლობა რომ გამონახეთ დრო წინა საახალწლო პერიოდის მიუხედავად დავსტუმრობთ. ერთია სტატისტიკა, რასაც კოლიერს ემოს და მეორეა რეალურად როგორი იგრძნობა ის ყველაფერი, რაც ბაზარზე ხდება და საინტერესოა დეკემბერში რა იგრძნო სექტორმა როგორი იყო მიმდინარე პერიოდი თუ შევადარებთ წინა წლებს. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია და ძალიან სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. მიმდინარე წელზე რო ვისაუბროთ და რაღაც შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, საკმაოდ რთული წელი იყო უძრავი ქონების სექტორისთვის. ეს პირველ რიგში გამომდინარე იქიდან, რომ მოგეხსენებათ სექტორმა და ქვეყანამ ორი საპროტესტო ტალღა, ერთი გადაიარა და მეორე პრინციპში ხა აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, არჩევნების ფაქტორიც, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ვსაუბრობთ ინვესტიციებზე. ეს წელი ვიტყვით, რომ ნამდვილად არ გამოდგა საუკეთესო სამწუხაროდ, მაგრამ მომავალი წლისთვის უკვე განსხვავებული იმედებით და მოლოდინებით ვართ, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი, რომელიც ამ სექტორში მუშაობს, ძალიან ცდილობს და დარწმუნებული ვარ თითოეული მოქალაქე ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უფრო სასარგებლო და მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთოს და მოაგვაროს და ამით სექტორი განავითაროს. დეკემბერს თუ შევეხებით, სამწუხაროდ დეკემბერი გამოირჩეოდა ნამდვილად ტრანზაქციების სიმცირით, მხოლოდ ძირითადად განხორციელდა იმ ტრანზაქციების დასრულება, რომელიც გარკვეულწილად 28 ნოემბრამდე დაიწყო და მიუხედავად ამ საახალწლო განწყობისა და მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, მომავალი ახალი წლის და ახალი შენაძენების დიდი სურვილისა, მინიმალური ტრანზაქციებით გამოირჩეოდა უძრავი ქონების ბაზარი ამ თვეში. რა პრობლემებს ქმნის ეს კომპანიებისთვის? იცით, ზოგადად თვითონ უძრავი ქონებისთვის მხოლოდ ეს სფერო ცალკეულად, რა თქმა უნდა, არ ფუნქციონირებს. ანუ ეს არის გადაჯაჭვული ყველა როგორც მიმდებარე სექტორთან, ასევე თუნდაც არა მიმდებარე სექტორთან და რეალურად პირველ რიგში ეს პრობლემას ქმნის უშუალოდ აქტივობის ნაწილში, სამუშაო ძალის გადანაწილების, დასაქმების ნაწილში, თვითონ კომპანიების ზომების კუთხით უძრავი ქონების მოთხოვნა შესაბამისად საოფისე ფართების ნაწილში შემცირებულია, დასაქმებულები, რომლებიც ინვესტირებას აკეთებენ უძრავ ქონებაში, ასევე ამ კუთხითაც გარკვეული რისკები გაზრდილია და აქედან გამომდინარე, ანუ იმდენად ბევრი ელემენტისგან შედგება თვითონ ამ სექტორის განვითარება, ესე გამოყოფა ძალიან რთულია რომელიმე კონკრეტული მიზეზის და ნამდვილად გადაჯაჭვულია თითოეულ სექტორთან და თითოეულ მოქალაქესთან ფაქტობრივად. თვითონ დარგის განვითარებას მინდა შევეხოთ უკვე ასოციაციის ფარგლებში, ამ მიმართულებით როგორი იყო წელი და რამდენად მიიწევს წინ ეს მიმართულება, იმიტომ რომ ესე როგორც ვაფასებთ, საკმაოდ турბულენტურია, მომავალიც ცოტა ბუნდოვანია, მაგრამ რეალურად ამის უკან რა არის და აი ასოციაციის ჭრილში როგორ აფასებთ საბროკერო ბიზნესის განვითარებას. მიუხედავად მიმდინარე მოვლენებისა, 2024 წელს ასოციაციამ ძალიან ბევრი ახალი ნაბიჯი გადადგა. ეს პირველ რიგში ეხებოდა სერტიფიცირებას რეალტორების, ანუ უძრავი ქონების სპეციალისტების. დავნერგეთ ამიერკავკასიაში პირველი სრული კურსი, რომელიც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს მიიღონ საბაზისო განათლება და პრაქტიკასთან ერთად უკვე დაიწყონ მუშაობა ამ სფეროში. ყველაზე მნიშვნელოვანი ასოციაციისთვის არის ის, რომ ჩვენ ვაერთიანებთ ეთიკურ ბროკერებს, ანუ ეთიკური უძრავი ქონების რეალტორებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად არიან ორიენტირებულები იმისთვის, რომ კლიენტი იყოს კმაყოფილი და ასევე კოლეგიალურები არიან თავის იგივე სექტორში მოღვაწე ადამიანების მიმართ და ამას ასოციაცია მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, ცდილობს, რომ ამ კუთხით განავითაროს სექტორი. გარდა ამისა, ასოციაციამ მიიღო მონაწილეობა არაერთ უძრავი ქონების კვირეულში და გამოფენაში
ქვეყანაში სოფლიოს მასშტაბით. წელი დავიწყეთ დუბაიში ვიზიტით, შემდეგ იყო სხვადასხვა გამოფენები ამერიკაში, ჩინეთში, სომხეთში მათ შორის საკმაოდ საინტერესო გამოფენა და მომავალ წელსაც გავაგრძელებთ ამ კუთხით აქტიურობას. ვცდილობთ რომ ჩვენი ქვეყანა იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზარზე და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გავხადოთ ჩვენი მხრივ საინტერესო, მივაწოდოთ მათ საინტერესო პროექტების შესახებ ინფორმაცია და მჯერა რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მიმდინარე წელზე უკეთესი. დღესდღეობით რამდენად ჩანს ინტერესი ინვესტორების მხრიდან, როგორც ადგილობრივის, ისე უცხოელების, რამდენად არის სასურველი გარემო უძრავი ქონების შეძენისთვის ქვეყანაში? მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სასურველ გარემოზე ცოტა რთულია საუბარი, იქიდან ამას ვამბობ იმ ლოგიკით, რომ თითოეული ინვესტორი, განსაკუთრებით როცა ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ინვესტორებზე საუბარი, ისინი ყოველთვის აკვირდებიან ქვეყანაში სტაბილურობას და პოლიტიკურ სიტუაციას და ეს ასე ვთქვათ, მხოლოდ ინვესტორის კი არა, თითოეული ადამიანის მახასიათებელი თვისებაა, რომ გაერკვეს უძრავი ქონების ინვესტიციამდე, გაარკვიოს უძრავი ქონების, ასე ვთქვათ, ადგილმდებარეობა და ამ ქვეყანასთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკები. შესაბამისად, ყველა არის მოლოდინის რეჟიმში და დღესდღეობით ალბათ 1-2 ტრანზაქცია თუ ხორციელდება ინვესტორების მხრიდან. ამ კითხოს რო ვსვავთ, მე ადამიანების ნაწილი გვწერს მათ შორის, რომ ჩვენთან ძირითადად რეგიონის ქვეყნები ყიდულობენ უძრავ ქონებას, იგივე მეზობელი ქვეყნები და ასე შემდეგ. თუმცა მათი მთავარი მოტივიც ყიდვის არის ის, რომ ევროპასთან შეიძლება დავახლოვდეთ და მათი უძრავი ქონების ფასი გაიზარდოს და ეს კავშირი და ეს ინტერესი არსებობს და არა ცალკე განყენებულად თბილისში ან ბათუმში სახლის შეძენა. მოკლედ რა არის მთავარი სურვილები უძრავი ქონების ინდუსტრიის 2025-ში? 2025-ში ვისურვებდით და უძრავი ქონების ბაზრის არამხოლოდ განვითარებას და ეს ისევ და ისევ მიბმული არის სხვადასხვა სექტორებთან, ანუ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, სტაბილურობას ვუსურვებთ და როცა გვექნება, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად სტაბილური სიტუაცია, ევროპისკენ მიმავალი საქართველო დარწმუნებული ვარ თავის სათქმელს იტყვის მსოფლიო ბაზარზე და ჩვენი ქვეყანა იქნება ძალიან საინტერესო საინვესტიციო გარემოს მქონე წინ მიმავალი ქვეყანა 2025 წელს. დიდი მადლობა წარმატებები და იმედი მაქვს რომ ნამდვილად ესეთი იქნება 2025 წელი. ნატო ბოჭორიშვილი საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი იყო ჩვენი სტუმარი.